ეს არის ახალი 6-ზე. მეტი სარგებელი ვლადიმერ სამბლოზუნგით ქართული ოცნების ახალგაზრდულმა ფრთამ დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მოაწყო. აქტივისტებმა შენობასთან ის ფოტომასალა მიიტანეს, სადაც უწყების მიერ შეუსრულებელი სამუშაოებია ასახული. ახალგაზრდულ ფრთას აინტერესებს, სად დაიხარჯა ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით გამოყოფილი თანხა. აქციის მონაწილეები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს რეაგირებას თხოვენ. დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ ფოტომასალა იმ ახალგაზრდული ცენტრებისა, რომელიც განთავსებულია საქართველოს მასშტაბით. არის უმძიმესი მდგომარეობა და თან ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელები თხოვენ კონკრეტულ თანხებს ჩვეულებრივ მოქალაქეებს, იმისთვის რომ ისარგებლონ ახალგაზრდული ცენტრების სერვისებით. არადა ამ დროს ამ ახალგაზრდულ ცენტრებზე არის გამოყოფილი კოლოსალური თანხები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, იაპონიის მთავრობის მხრიდან და ასე შემდეგ. ჩვენ მოუწოდებთ ახლა მოგელაძეს, რომ დაინტერესდეს, რომელ ჯიბეში იდებს ვლადიმერ ვარძელაშვილი ამ თანხებს და როგორი ეფექტურობით ხარჯავს სამინისტრო ამ ყველაფერს და მეორეს მხრივ ვარძელაშვილს მოუწოდებთ, რომ შეეშვას სამტრედიაში ზორდნერების თქმას და ჩამოვიდეს მიხედოს სამინისტროს 1 ოქტომბრამდე.